თეატრის სცენაზე და კინოში შესრულებული ათეულობით როლი და დაუვიწყარი პერსონაჟები ცნობილ მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს ეროსი მანჯგალაძეს 100 წელი შეუსრულდებოდა. გამორჩეული ხმის ტემბრი სამსახიობო მონაცემები და მრავალწლიანი წარმატებული შემოქმედებითი გზა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად მიღებით დაიწყო. პირველი არხის ოქროს ფონდი მსახიობის უნიკალურ არქივს, მათ შორის სატელევიზიო სპექტაკლების არაერთ ჩანაწერს ინახავს. ისევე როგორც ნაწყვეტებს მის მიერ წაყვანილი საფეხბურთო მატჩებიდან. არნაკლებ წარმატებული იყო ეროსი მანჯგალაძის როგორც სპორტული კომენტატორის საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი როლი სკოლის სცენაზე ჯერ კიდევ 6 წლისა მითამაშა, ამბობენ, რომ მის გეგმებში სამსახიობო კარიერა არ ყოფილა. ხან ვინ უნდოდა გამოსულიყო და ხან ვინ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სამხედრო ექიმის პროფესიაზე შეაჩერა. ეს იქამდე, სანამ თეატრალურ ინსტიტუტში სინჯაბზე არ მივიდა. საგამოცდო კომისიის მიერ ნიჭის არქონის გამო დაწუნებული ეროსი მანჯგალაძე დიდი პატივისცემით ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად დატოვეს. სამაგიეროდ დიდი სიხარულით მიიღეს რადიო კომიტეტში, სადაც დიქტორის კონკურსში მონაწილე 32 კანდიდატს შორის 17 წლის ეროსი ერთხმად შეარჩიეს. იგი წლების განმავლობაში უძღვებოდა საფეხბურთო მატჩებს და იყო პირველი კომენტატორი, რომელმაც მოსკოვიდან მატჩი ქართულ ენაზე წაიყვანა. ხალხმა ჯერ მისი გამორჩეული ხმით დაიმახსოვრა. ამ სამსახურის გამო მართალია ინსტიტუტში ლექციებს ხშირად აცდენდა, თუმცა მისი განსაკუთრებული ნიჭი უყურადღებოდ არ დარჩენილა და პირველივე სპექტაკლს პირველივე აღიარება მოყვა. გიორგი ტოვსტონოკოვმა მესამე კურსზე ეროსი მანჯგალაძე გორკის მდაბიონში ძირითად როლზე დააკავა. მე ვცდილობდი ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის. მისი ხასიათი მუდმივი იმპროვიზაციებით სავსე მის თეატრალურ ცხოვრებად გადაიქცა. სატელევიზიო თეატრში არც ერთ ქართულ მსახიობს იმდენი როლი არ უთამაშია, რამდენიც ეროსის. იყო ეს უჩინმაჩინის ქუდი, შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი, კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, გვადიბიგვა, ვაზის ყვავილობა, საბა ტაბიძის ორშაბათები თუ სხვა. იჯმა ხალხო მოსმენება წამართვა, აღაც მძინავ დაცხადდი ვაცლანდი ვარ. მრავალმხრივი ნიჭით გამოარჩევდნენ. და მიუხედავად მისი უნიკალური ხმისა და სმენისა, როგორც მისი მეგობრები იგონებდნენ, ეროსი ხშირად ერიდებოდა სცენაზე სიმღერას. საკუთარ თავს ვოკალს უწუნებდა. თვითკრიტიკა და თავმდაბლობაც მისი ხასიათის ნაწილი გახლდათ. არადა მისი სიმღერის გარეშე ვერც სპექტაკლი პეპო და ვერც ხანუმა ვერ იქნებოდა ასეთი დაუვიწყარი. ასეთი განუმეორებელი ვერ იქნებოდა ჭინჭრაკაც. მიხეილ თუმანიშვილის გახმაურებული სპექტაკლი, სრული იმპროვიზაცია. ამბავი იმაზე, თუ როგორ იქცა გულუბრყვილო ზღაპარი საუკუნის შედევრად. ამ პრემიერით რუსთაველის თეატრის მცირე სცენა გაიხსნა და შეიქმნა პრეცედენტი აკადემიურ თეატრში ექსპერიმენტული სპექტაკლის დადგმის, რომელშიც მონაწილეობას მსახიობთა მართლაც ვარსკვლავური შემადგენლობა იღებდა. ერთმანეთისგან განსხვავებული სახასიათო და დასამახსოვრებელი პერსონაჟები შექმნა კინოში. და მიუხედავად იმისა, იყო ეს როლები მთავარი თუ ეპიზოდური, მის გარეშე ამ ფილმებს არ ექნებოდათ ის პოპულარობა და სიყვარული, რაც დღემდე აქვთ. მაგალითად, სევერიანი ფილმში თოჯინები იცინიან. მილიციის უფროსი ქვევრში. რა ვქნა ძმო, ქვევრის გადახვა თქვენ არ გინდათ, მე კიდე ქრისტი არა ვარ, სასწაული მოახდინო, სამჭკუაშვილი ვარ. მღვდელი ლონდრაში და აღა გეურქოვი ვერისუბნის მელოდიებში. ოი და მომაზოდეთ ხანძებია სიცოცხლის ბოლო წლებში ეროსი მანჯგალაძემ რუსთაველის თეატრი დატოვა და ახლად დაარსებულ კინომსახიობთა თეატრში განაგრძო მუშაობა. რეზო გაბრიაძემ საგანგებოდ ეროსი მანჯგალაძისთვის გადმოაქართულა პიესა ჩვენი პატარა ქალაქი. სპექტაკლი მიშა თუმანიშვილმა დადგა, თუმცა ეროსი მანჯგალაძის გარეშე, რადგან იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. დღეს ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. მეცოდება ჩემი სამშობლო საქართველო, ნაკარალი, ნაკორალი, გაგლეჭილი, გამოგლეჭილი, დაჭრილი არწივი ვეფხვი უსულოდ დანაცხებული.